კიდევ ერთხელ ავხსნათ მაყურებლისთვის ეს შეთანხმება რა შეიძლება ნიშნავდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის, შეიძლება თუ არა ნიშნავდეს დეპორტაციის დაჩქარებას, აი რა არის მოსალოდნელი მას შემდეგ პრინციპში რაც საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში არიან გერმანიისთვის. ხო, აქ ახლა ერთმნიშვნელოვნად ნათელია, რომ მინისტრის ჩამოსვლა თბილისში და ამ თემასთან დაკავშირებით ამ ხელშეკრულებაზე ინიციატივა გერმანიის მხრიდან ნიშნავს იმას, რომ ამ მიმართულებით არსებობს პრობლემები. ჩვენ ვიცით, რომ ვიზა ლიბერალიზაცია, ანუ ევროკავშირთან uvizო მიმოსვლა არ არის ესე ვთქვათ, ბუნებით ბოძებული თავისუფლება და ეს არის კონკრეტული შეთანხმება, რომელიც მოყვა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და ასევე არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები და პირობები, რომელიც საქართველოს უნდა შეასრულოს იმისათვის, რომ ეს შეთანხმება uvizო მიმოსვლის შესახებ ევროკავშირთან შენარჩუნებული იქნას. ეხლა იმის გათვალისწინებით, რომ ერთმნიშვნელოვნად მომატებულია იქ გერმანიაში და სხვა ევროპის კავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფარის მოთხოვნების რაოდენობა, ეს რა თქმა უნდა არ იწვევს არავითარ ეჭვს და კამათის საგანი არ უნდა იყოს, თუმცა ის რომ ეხლა შინაგან საქმეთა მინისტრი ასეთი ფორმით ახდენს უარყოფას ამ ფაქტის, შემდგარი ფაქტის, რომელიც უარყოფაც ეხლა ნამდვილად ძალიან რთულია, იმიტომ რომ ციფრებთან გვაქვს ხო საქმე ამ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ხა ნათელია, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა ამ მიმართულებით არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის რამე ფორმით იქ გამართივებული იქნას ან საცხოვრებელი პირობები, ან სამუშაოს მოძიების პირობები, ან ასე შემდეგ, ხო? და მათთვის სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულწილად სახელმწიფოს მიერ მოხდეს რაღაცა პასუხისმგებლობის აღება, ხო? ეს მინიმალური და ყველაზე ელემენტარული შეიძლება გამოიხატოს იმაში, რომ არჩევნის უფლება გაუადვილონ ამ ადამიანებს, ხო? თუ მათზე ზრუნვა უნდა. თუმცა რა თქმა უნდა ეს პრიორიტეტი არ არის, აქ პრიორიტეტი ამ შემთხვევაში არის ის, რომ გერმანულ მხარესთან რაღაცნაირად მოახდინონ იმ პრობლემის მიტიგაცია, რომ ეს გაზრდილი რაოდენობის გამო არ მოხდეს ზოგადად ევროკავშირთან არ შეიქმნას პრობლემა uvizო მიმოსვლასთან დაკავშირებით და ვიცი დაზუსტება მინდა, ვიცით ბატონ შოთა, ანუ ბერლინი რას ეუბნება ამ ხელშეკრულებით თბილისს, რომ აი ადამიანები რომლებიც გერმანიაში ცხოვრობენ და არ აქვთ გერმანიაში ცხოვრების უფლება თუ ნებართვა, მათი დეპორტაცია შესაძლოა დაიწყოს უფრო სწრაფად განიხილონ მათი განაცხადები, ანუ პროცესი უფრო მეტად დაჩქარდება ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ და ერთგვარი გაფრთხილებაც არის ეს. აქ ვფიქრობ, რომ არის ორი კომპონენტი, აქ არის ხარისხი და დრო. ხარისხი გულისხმობს იმას, რომ რადგანაც საქართველო მიჩნეული არის უსაფრთხო ქვეყანად და უსაფრთხო ქვეყნების სიაშია, ეს იმას ნიშნავს, რომ გადაუდებელი საფრთხე თუ არ არსებობს აპლიკანტისთვის, რომელიც არის გამყარებული რაღაც ძალიან მყარი მტკიცებულებებით, ამ შემთხვევაში შეიძლება არც კი მოხდეს ამ ასე ვთქვათ, განაცხადის სიღრმისეულად განხილვა და მოხდეს ძალიან სწრაფად გადაწყვეტილების მიღება დეპორტაციაზე და დაბრუნებაზე ასეთი ადამიანების, რომლებიც კაფიოდ ვერ ასაბუთებენ ან დევნას ან რაღაცა მყისიერ საფრთხეს მათთვის თავიანთ ქვეყანაში. და როდესაც ქვეყანა არ ითვლება უსაფრთხო ქვეყნად, მაგალითად აი ბელორუსი, სადაც მოქალაქეები შეიძლება სერიოზული საფრთხის წინაშე დადგნენ, ხო? და იმ შემთხვევაში თუ გერმანია უარს ეთქვის მათ თავშესაფარზე და დააბრუნებს ბელორუსში, შეიძლება მათ ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნათ და ამისი ალბათობა ძალიან მაღალია. საბედნიეროდ საქართველოს შემთხვევაში ეს ალბათობა ასე მასიურად მაღალი არ არის. აქედან გამომდინარე, ხო გერმანია ამბობს იმას, რომ თქვენ საქართველოს სახელმწიფო
აიღოს ვალდებულება და პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ადამიანები იქ არ გამოიქცნენ უკეთესი საცხოვრებელი პირობების ძებნაში და ეს რიცხვი არ უნდა გაიზარდოს არაპროპორციულად და საქართველოს უნდა გააკონტროლოს ეს მოთხოვნების რაოდენობა, იმიტომ რომ რადგანაც ფხისიერი საფრთხე არ არსებობს ამ ხალხის გამოქცევის და ისინი უბრალოდ უკეთესი ეკონომიკური და სოციალური პირობების საძიებლად მიდიან ევროპაში და ამისი აუცილებლობა არ აქვს მათ, ეს უნდა რაღაცნაირად იქნეს კონტროლის ქვეშ მოქცევა. გასაგებია, მოკლედ დაველოდებით, როგორ განვითარდება ამ მიმართულებით პროცესები. ბატონო შოთა, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ასევე თუ შეგიძლიათ მოკლედ განვუმარტოთ ასევე მაყურებელს, რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ეს კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს, რომელსაც მანამდე ქართული ოცნება სიმბოლურიაო გვეუბნებოდა, არაფრის მომცემიაო. მოკლედ, რა ბენეფიტებს მიიღებს, სარგებელს მიიღებს საქართველოს ამით? ჩვენ საუბრობთ იმის შესახებ, რომ საქართველოს აქვს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, ეს ბევრად ადრე იყო განისაზღვრა ეს სტატუსი, ამის მიზეზები ჩვენ ადრე მოუყევით მაყურებელს. კანდიდატის სტატუსი რას ცვლის ჩვენს ევროინტეგრაციის გზაზე? კი ბატონო, პირველ რიგში მე დავიწყებდი გეოპოლიტიკური და დიდი სტრატეგიული მნიშვნელობით ამ გადაწყვეტილების, იმიტომ რომ ხა ყველას კარგად გვესმის, ხო რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა გახსნა ახალი დისკუსია და ახალი დებატები ევროპაში და ევროატლანტიკურ სივრცეში ზოგადად ამ გავლენების გადანაწილების და ესე ვთქვათ ახალი გეოპოლიტიკური საჭადრაკო დაფის გადანაწილების შესახებ. ეხლა, როდესაც მოვა დრო იმისი, რომ რუსეთთან ჩვენი დასავლელი პარტნიორები დასწრებიან სალაპარაკოთ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს უკრაინაში ომის შემდგომი უსაფრთხოების წესრიგი ევროპაში, ხო? აი ამ მიმართულებით ეხლა საქართველოს ეხლა ამ წუთის მონაცემებით საქართველოს ხელისუფლებას აქვს აბსოლუტურად საპირისპირო პოზიცია და პოზიციონირება. საქართველოსი არის არა უკრაინისა და დასავლეთის მხარდამჭერი, არამედ პირიქით, ხო? როგორც მინიმუმ, კარგი, თუ რუსეთის მხარდამჭერი არა, ну, ესე ვთქვათ, ნეიტრალურს ამას ვერ დავარქმევთ, იმიტომ რომ ქმედებები, რომლებსაც დღეს ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება, მსარს უჭერს რუსეთის პოზიციებს და უფრო ხელს უწყობს, ესე ვთქვათ, რუსეთის მხარეს, ვიდრე პირიქით უკრაინის ან უკრაინის დასავლელი პარტნიორების მხარეს. აქედან გამომდინარე, ხა, როდესაც ის დრო დადგება, რომ სერიოზული ლაპარაკი იქნება იმაზე, ვინ რომელ მხარეს იქნება აი ამ თავისუფლების გამყოფი ხაზიც, ხო? ჩვენ ხო არა გვაქვს იმის ილუზია, რომ ეს ომი რო დამთავრდება, როგორც არ უნდა დამთავრდეს. რუსეთი კარგი ქვეყანა გახდება და დემოკრატიული ქვეყანა იქნება და საფრთხეს აღარ შეუქმნის თავის მეზობლებს. ხო, ამას, რა თქმა უნდა, ბევრად მეტი დრო დაჭირდება, ვიდრე უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტა. აი ამ დროს საქართველოს გაუჩნდა შანსი, რომ არ იქნას მოაზრებული ისტორიის არასწორ მხარეს და არ იქნას მოაზრებული როგორც ქვეყანა, რომელმაც გაუშვა ეს მატარებელი. ჩვენ ამისი გამოცდილება გვაქვს, ესეთი მატარებელი ერთო გაუშვით, როცა ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გამოიყენეს შანსი და კაფიოდ დაამაგრეს თავიანთი თავი ევროპულ და ევროატლანტიკურ რუკაზე. ეხლა ჩვენ მეორე შანსი მოგვეცა და კინაღამეს მეორე შანსიც გავუშვით, იმიტომ რომ ჩვენ რო ეხლა სტატუსის გარეშე დავჩენილი ყავით და უკრაინა და მოლდოვა დაეწყოთ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, კიდევ ხალხო, მაშინ როდესაც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დრო დადგებოდა ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, ჩვენ ამას ვეღარ დავეწეოდით ამ პროცესს. არა თუ დაწევაზე, არამედ გასწრებაზე საუბრობს ფაქტობრივად ქართული ოცნება. აი ახალი მესიჯბოქსი უკავშირდება უკვე მოლაპარაკებების გახსნას საქართველოსთან. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გვითხრეს, რომ მომავალ წელს დეკემბერში უკვე იქნება მოლაპარაკებების გახსნის საკითხი განხილული და ჩვენ მანამდეც და ადრეც ვიქნებით ამისთვის მზად. იქ იყო პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომ მიზანი არის არა მოლაპარაკებების სწრაფად გახსნა, არამედ სწრაფად დახურვა და ევროკავშირში თუ სურთ, შეუძლიათ დღესვე გაგვიხსნან ეს მოლაპარაკებებიო. ვუყურავთ ერთგვარად მეორე წრეს, რაც ვნახეთ მანამდე ყველაფრის სრული ტვირთის ბრიუსელზე აკიდების სცენარია, თუ აი რას გაჩვენებთ ეს განცხადებები?
ხო, ეს განცხადებები მაჩვენებს იმას, რომ ისინი შესაძლოა ეს მოლაპარაკე თავები, ხო, ვინც არიან, ესენი ხო გადაწყვეტილებას რეალურად არიღებენ. ისინი შესაძლოა მართლა ფიქრობდნენ, რომ მათმა, ასე ვთქვათ, ხისტმა რიტორიკამ შეაშინა ბრიუსელი და მათ ეს გადაწყვეტილება, ასე ვთქვათ, აიძულეს თავიანთი მყარი პოზიციით რომ მიიღოთ. ეხლა არ გამოურიცხავ, რომ ესეც ფიქრობდნენ, უკვე მართლა ვერაფერს ვერ გამოურიცხავ. მაგრამ რა თქმა უნდა, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს ზოგადად აი პოლიტიკის ფორმირების შესახებ, იმათმა ძალიან კარგად იციან, რატომაც მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება ბრიუსელის მხრიდან ამ ფორმით. ეს მოხდა იმიტომ, რომ საქართველოს როგორც წინა ნაწილში ჩემი განმარტების აღვნიშნე არ ჩამორჩენოდა იმდენად პროცესს, რომ შეუძლებელი ყოფილიყო შემდეგ საქართველოს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად დაწყვილება ისევ ამ პროცესში, ხო? ამისი შესაძლებლობა დატოვა ევროკავშირმა, მაგრამ დღეიდან ეხლა ეს კანდიდატის სტატუსიდან ესე ვთქვათ მოლაპარაკებების გახსნამდე ვერანაირი ესე ვთქვათ შეღავათები ვეღარ იქნება, ეს იქნება 100%-ით დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და მაშინ, როდესაც მართლა ეყოლება საქართველოს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც სურვილი ექნება პირველ რიგში, რომ ის რეკომენდაციები შეასრულოს და აჩვენებს რეალურ მონდომებასა და პროგრესს აი ამ რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით, მაშინ რა თქმა უნდა, ეს მოლაპარაკებების გახსნაც შესაბამისად მოხდება აი ამ კრიტერიუმების შესრულების პარალელურად და ეს გეოპოლიტიკური მომენტი, რომ ეხლა საქართველოს წირავთ თუ არ წირავთ და ტოვებთ თუ არა დაუშვათ იგივე ბელორუსთან ერთად იმ აღმოსავლეთ პარტნიორობის კალათაში და უკრაინას და მოლდოვას ვაძლევთ ამხელად ფორას, ხო წინ ამ პროცესში ეს საკითხი აღარ დადგება ასე და რა თქმა უნდა ეხლა ყველაფერი იქნება დამოკიდებული საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლების რეალურად, ესე ვთქვათ, გადადგმულ ნაბიჯებზე და მე ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლებამ ამოწურა ყველანაირად შესაძლებლობა იმისი, რომ თავი და იმკვიდროს როგორც რეალურად პროდასავლურმა ძალამ.